მშვიდობისა მთავარი პროკურორობიდან პროკურორის მოადგილის თანამდებობამდე გიორგი ბადაშვილის შოთაძის უწყებაში სავარაუდოდ ახალი სტატუსით ბრუნდება. რა გახდა რადიკალური საკადრო ცვლილებების მიზეზი, ამ საკითხზე განმარტებებსაც თავად საგამოძიებო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი და არც ფინანსური პოლიცია აკეთებს. გიორგი ბადაშვილმა უწყება გავრცელებული ინფორმაციით საკუთარ გუნდთან ერთად დატოვა. პოლიტიკოსები უკვე ღიად საუბრობენ იმაზეც, რომ გიორგი ბადაშვილის მოულოდნელი გადადგომა ელცენტროს ინციდენტს. უფრო კონკრეტულად კი ოთარ ფარცხალაძეს უკავშირდება. ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ ყოფილი მთავარი პროკურორის პოზიციები მმართველ გუნდში სუსტდება და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უკვე ყოფილ უფროს მოადგილეებთან ერთად გავლენიანი პოსტები დაათმობინეს. გიორგი ბადაშვილი მთავარ საგამოძიებო უწყებაში 2 წლის შემდეგ ისევ ბრუნდება. ყოფილი მთავარი პროკურორი გავრცელებული ინფორმაციით ამჯერად ირაკლი შოთაძის მოადგილე იქნება. ბადაშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ხელმძღვანელობდა, თუმცა თანამდებობა მოულოდნელად დატოვა. მასთან ერთად უწყებიდან მისი მოადგილეებიც წავიდნენ. რა გახდა საგამოძიებო სამსახურში ასეთი რადიკალური ცვლილებების მიზეზი, უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ. გიორგი ბადაშვილი მთავარი პროკურორის თანამდებობას 2014-15 წლებში იკავებდა. ამ პოზიციაზე მან ოთარ ფარცხალაძე ჩაანაცვლა. პროკურორობის შემდეგ კი საგამოძიებო სამსახურში მუშაობის პერიოდში ბადაშვილი ოთარ ფარცხალაძის კადრად ითვლებოდა. გავრცელებული ინფორმაციით მის მიერ თანამდებობის დატოვება ფარცხალაძისა და გენერალურ აუდიტორს შორის მომხდარ დაპირისპირებას უკავშირდება. ბადაშვილსა და მის გუნდამდე თანამდებობა ცოტა ხნის წინ ამავე უწყების საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსმა მიხეილ ჩოხელმაც დატოვა, რომელიც ასევე ოთარ ფარცხალაძის მეგობარია და კაფე ბარ ელცენტროში მომხდარ ჩხუბში მონაწილეობდა. გიორგი ბადაშვილის და მისი გუნდის ფინანსური პოლიციიდან წასვლას ოპოზიცია ოთარ ფარცხალაძის გავლენის სფეროების შემცირებას უკავშირებს, თუმცა ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს წევრები თვლიან, რომ ბადაშვილის პროკურატურაში შესაძლო დაბრუნებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მთავარ საგამოძიებო უწყებაში სისხლის სამართლის საქმეებსა და საკადრო გადაწყვეტილებებსაც ისევ ოთარ ფარცხალაძე იღებს. ის აკონტროლებს მთავარ პროკურატურას, აკონტროლებს ფინანსურ სამსახურს საგადასახადო ფინანსთა სამინისტროში. ეხლა ეს წრე მისთვის ვიწროვდება და ბადაშვილი გადაყავთ სწორედ მთავარ პროკურატურაში, სადაც ჯერჯერობით ფარცხალაძის გავლენები შენარჩუნებული. მე ვთვლი, რომ მას პოზიციების დათმობა მაინც მოუწევს, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ სადაც არ უნდა გადაიყვანონ მისი კადრები, როგორც არ უნდა მოექცნენ, ფარცხალაძემ პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე. ფარცხალაძე არის ქართული ოცნების ერთ-ერთი მთავარი სახე, ფარცხალაძე, რომელიც არის კორუმპირებული, მოძალადე, რომელიც არის კრიმინალი, რომელიც ცდილობს სახელმწიფო რესურსების საკუთარი ინტერესებით გამოიყენოს და ბადაშვილი ამ შემთხვევაში არის ფარცხალაძის მორჩილი ადამიანი, რომელიც მის ნებასრულს ყველანაირ ნებასრულს ასრულებს და ხდება ეხლა რეალურად ის, რომ ხდება ბადაშვილის და მის ასე თქვა წრის დაბინავება. ფინანსურ პოლიციაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს მმართველი გუნდი პოზიტიურად აფასებს. ქართული ოცნების წევრები გიორგი ბადაშვილის და ოთარ ფარცხალაძის მეგობრობას ადასტურებენ, თუმცა საკადრო გადაადგილებებთან ფარცხალაძის კავშირს უარყოფენ. გიორგი ბადაშვილთან დაკავშირებით ძალოვანი უწყების სისტემაში იქნება, ეს ინფორმაცია მაქვს. ოთარ ფარცხალაძე აღარ არის მთავარი პროკურორი, ის არის კერძო ბიზნესში, ასე რომ ის ამ პროცესთან კავშირში არ არის. თუმცა მეგობრები არიან. მეგობრობა და პირადი ურთიერთობები ერთია, მაგრამ საჯარო სამსახური და პასუხისმგებლობები არის მეორე და მნიშვნელოვანი საკითხი. არანაირი ფარცხალაძის გავლენა არც პროკურატურაში და მით უმეტეს იმ უწყებაში, საიდანაც ბადაშვილი შესაძლოა გადმოვიდეს პროკურატურაში, არ არსებობს. გიორგი ბადაშვილის პროკურატურაში სავარაუდო გადასვლას ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე. ფარცხალაძე განიხილება ივანიშვილის ერთ-ერთ მოკავშირედ. ფაქტი, რომ პროკურატურაში გადადის ბადაშვილი, ეს მივიჩნევ, რომ პროკურატურას მთლიანად ხელში იღებს დღევანდელი ხელისუფლების ერთ-ერთი დაჯგუფება. ბადაშვილის და მისი გუნდის მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზებზე ოფიციალური განცხადების გაკეთება ფინანსურ პოლიციაში დღეს იყო დაანონსებული, თუმცა კომენტარი უწყებაში დღეს არ გაუკეთებიათ. უცნობია ისიც, ვინ შეცვლის თანამდებობაზე გიორგი ბადაშვილს. ახალი გარემოებები მოსამართლე ნაზღაიძის სკანდალურ საქმეში ოპოზიცია კიდევ ერთ დოკუმენტს ასაჯაროებს, რომელიც საქმეში სავარაუდოდ მტკიცებულებად ჩაიდება. საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ცნობილი ხდება, რომ მიწის ნაკვეთები, რომლებიც ფაქტის გახმაურების შემდეგ ზვიად ნაზღაიძემ ზვიად ჩოხელს გადაუფორმა, ისევ გასხვისებულია. გადაწყვეტილება ტერიტორიის ყოფილმა მესაკუთრე მას შემდეგ მიიღო, რაც სასამართლოში დაკითხვაზე დაიბარეს.
ეს არის ის ხელშეკრულებები, რომელი ხელშეკრულებებითაც უკვე მოქალაქე ჩოხელმა გაასხვისა ეს მისის ნაკვეთები. ჩვენ აუცილებლად დამატებითი მტკიცებულების სახით შევიტანთ პროკურატურაში. მოსამართლე ნატან აზღაიძის საქმის შესახებ მოპოვებულ ახალ დოკუმენტს ოპოზიციამ მთავარ საგამოძიებო უწყებაში მტკიცებულებას წარადგენს. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით ირკვევა, რომ 16 მაისს ზვიად ჩოხელმა, რომელსაც მოსამართლის ძმამ სადაო მიწის ნაკვეთები გადაუფორმა, ეს ტერიტორია ვინმე პაატა ბეთხოშვილს დაახლოებით 450.000 ლარად გადასცა. გადაწყვეტილება სანდროეულის ქუჩაზე არსებული ტერიტორიის გასხვისების შესახებ ჩოხელმა მას შემდეგ მიიღო, რაც ოპოზიციამ 15 მაისს ჩატარებულ სასამართლოს ხდომაზე მისი დაკითხვა მოითხოვა. ეს ნიშნავს, რომ სასამართლო როდესაც მიიღებს და დარწმუნებული ვარ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, რომ ეს მიწის ნაკვეთი იქნეს ჩამოთმეული და დაუბრუნდეს თბილისს და თბილისელებს, ეს სასამართლო გადაწყვეტილება დარჩება აღუსრულებელი. იმიტომ, რომ ამ თაღლითური სქემის ნაწილით საქმეში ჩართეს ახალი პირი პაატა ბეთხოშვილი, რომელზეც გვეტყვიან აუცილებლად, რომ ის არის კეთილსინდისიერი მყიდველი, იმიტომ რომ ჩოხელმა გაასხვისა პაატა ბეთხოშვილზე. საკითხის შესახებ არ საუბრობს ზვიად ჩოხელი. პაატა ბეთხოშვილი კი აცხადებს, რომ მან მიწის ნაკვეთების ყიდვის გადაწყვეტილება პირადად მიიღო და ხმაურიან საქმესთან კავშირი არ აქვს. საქმის ხელოვნურად გართულებას გამორიცხავს დედაქალაქის მერი. დავით ნარმანია ამჯერადაც დარწმუნებულია, რომ მესამე პირის ჩართულობა კანონიერად მოხდა. თუმცა რატომ გაასხვისა ჩოხელმა სასამართლოს ხდომიდან ერთი დღის შემდეგ ქონება, თბილისის მერი ამის შესახებ არ საუბრობს. სასამართლოს ცალკეულ ნიუანსებში ჩახედული არა ვარ, ვინაიდან მე პირადად არ ვისწრები პროცესს, თუმცა მნიშვნელოვანია ის, რომ სასამართლოზე მიმდინარეობს, ასე ვთქვათ, ყველა დოკუმენტაციის ნახვა, გადასინჯვა, მოწმეების დაკითხვა და ასე შემდეგ. იქნება გადაწყვეტილება ამიღებული, არ მგონია, რომ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებასთან სპეციალურად გქონდეს საქმე. რა გარიგება შედგა ნაზღაიძე ჩოხელსა და ახლა უკვე ბეთხოშვილს შორის, ამის შესახებ არ საუბრობს საკრებულოს თავმჯდომარე. ოპოზიცია კი დარწმუნებულია, რომ საქმეში ახალი გარემოებები ხელისუფლების მონაწილეობით ჩნდება. დავის საგანი ნაზღაიძესა და თბილისის მერია შორის არის კორუფციული გარიგება, ამის შემდეგ ვისაც არ უნდა გადაფონდეს მიწის ნაკვეთი, დავის საგანი იქნება უცვლელი. თუმცა დღეს კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, რომ ცდილობენ, რომ ყველანაირად დააბრუნოს საქმე, გადაუფორმოს სხვა ადამიანებს და მართლაც ეს ხდება. სასამართლო არის დამოუკიდებელი უწყება. ბუნებრივია ჩვენ ნებისმიერ იმ სამართლებრივ გადაწყვეტილებას დავუქვემდებარებით, ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა მოვიცადოთ. ეს ახალი დეტალი თქვენთვის ცნობილია? ჩემთვის არ იყო ეს ცნობილი, იმიტომ რომ ეს კვლევის პროცესში გამოიკვეთა. მოსამართლე ნატან აზღაიძის ოჯახის საქმის შესახებ გამოძიების დაწყების მიზნით პროკურატურაში რამდენიმე განცხადებაა შესული, თუმცა რა ეტაპზეა გამოძიება, ამ დრომდე უცნობია. პარალელურად საქალაქო სასამართლომ ოპოზიციის სარჩელის განხილვა დაიწყო, რომლის მიხედვითაც დეპუტატები მერის გადაწყვეტილებების გაბათილებას და ქონების სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნებას ითხოვენ. სკანდალური გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი რამდენიმე თვის წინ გახდა. რუსთავიორის მიერ მოპოვებული დოკუმენტაციის მიხედვით ცნობილი იყო, რომ რუსთავიორის საქმის მოსამართლე ნატან აზღაიძის ოჯახის წევრს თბილისის მერიამ 1 მილიონიანი ქონება გადასცა. ავგან მუხტარლის თბილისიდან შესაძლო გადაცემის ფაქტზე განმარტებებს ვაშინგტონსა და ბრიუსელში ელოდებიან, თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელიც საქმეზე მუშაობს, გამოძიების შედეგებზე განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია. შესაბამისად, ამ დრომდე გაურკვეველია, როგორ აღმოჩნდა საქართველოში მყოფი ჟურნალისტი აზერბაიჯანულ ციხეში. მუხტარლის ოჯახი პასუხებს შეკითხვებზე პროკურატურისგანაც ელის, რომელსაც საქმის გამოძიების თხოვნით მიმართა. ამ მოთხოვნას არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილიც უერთდება, ისინი მიიჩნევენ, რომ გამოძიება არ უნდა აწარმოოს იმ უწყებამ, რომლის თანამშრომლები შესაძლოა საქმეში ფიგურირებდნენ. თბილისიდან გაუჩინარებული ჟურნალისტის ოჯახი პროკურატურისგან პასუხს ამ დრომდე ელოდება. უცნობია გამოითხოვს თუ არა უწყება შინაგან საქმეთა სამინისტროდან მასალებს და დაიწყებს თუ არა გამოძიებას ავგან მუხტალის შესაძლო გადაცემის საქმეზე. ოჯახი ითხოვს, რომ ჟურნალისტის დაკავებისა და საზღვარზე საეჭვო გადაყვანის გარემოებებზე პასუხი საზოგადოებას პროკურატურამ გასცეს. ყველანაირი საფუძველი არსებობს, რომ გამოიძიოს ეს პროკურატურამ. ეს ისედაც ესე უნდა მომხდარიყო ჩვენი განცხადების გარეშეც დღემდე
დღემდე და ის რომ დღემდე პოლიცია იძიებს ამ საქმეს, ეს ირიბად ნიშნავს იმას, რომ არ განიხილება ვერსია მასში ამ პოლიციელების ან სხვა თანამდებობის პირების მონაწილეობის. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაშიც მიაჩნიათ, რომ საქმე არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, არამედ პროკურატურამ უნდა გამოიძიოს. საიას იურისტი აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ობიექტური შესაძლოა არ იყოს, რადგან აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ქუჩიდან გატაცებაში ბრალს უწყების სავარაუდო თანამშრომლებს დებს. შესაძლო სტრუქტურები, რომლებსაც შეიძლება გამოძიება შეეხოს თავისთავად, ეს შეიძლება იყოს საზღვრის დაცვის სამსახურია, შეიძლება იყოს სპეციალური დანიშნულების სამსახურებია, შეიძლება იყოს სახელმწიფო საფრთხეების სამსახურები, უმრავლესობა მათგანი თავს იყრეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, როგორც წესი და ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვიდან გამომდინარეც აუცილებელი რომ გამოძიება აწარმოოს პროკურატურამ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ოჯახს დღეიდან საქართველოს სახელმწიფო დაიცავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შეთავაზებას კლეილა მუსტაფაევა დათანხმდა. ჟურნალისტის ცოლი დაცვის დანიშვნას იმ მოწმეებისთვისაც ითხოვს, რომლებიც აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან. მუსტაფაევამ დღეს პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის შეთავაზებას კიდევ ერთხელ უპასუხა და განმარტა, რომ საქართველოს მოქალაქეობა არა მას და მის მცირეწლოვან შვილს, არამედ მის მეუღლეს სჭირდება, რადგან მის სიცოცხლეს ბაქოს ციხეში საფრთხე ემუქრება. რაც შეეხება მოქალაქეობას, მინდა ვთქვა, რომ პრემიერ კვირიკაშვილის შეთავაზება პრეზიდენტისადმი გულწრფელი იყო, მაგრამ რადგან აფგანის სიცოცხლეს დღეს უფრო მეტად ემუქრება საფრთხე, მოქალაქეობა მისთვის უნდა შეეთავაზებინათ. დღეს აფგან მუხთარლის ადვოკატს არ მისცეს მისი ნახვის უფლება საკანში. ჩემი მეუღლე იმ ციხეში იმყოფება, სადაც ერთ-ერთი აქტივისტი გარდაცვლილი იპოვეს. ვფიქრობ, რომ აფგან მუხთარლის სიცოცხლეს პირდაპირ ემუქრება საფრთხე. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის თბილისიდან გაუჩინარების თემაზე დღეს ევროკავშირის ელჩს ქართველი ჟურნალისტები ესაუბრნენ. დახურულ კარს მიღმა შეხვედრა 1 საათს გაგრძელდა. ჟურნალისტები იანოშ ჰერმანს საქმის ირგვლივ არსებულ საეჭვო ვითარებებზე ესაუბრნენ. შეშფოთება გავუზიარეთ ელჩს და ისიც იზიარებს ამ შეშფოთებას, როგორც მათ თქვა, ისინი ხვდებიან ჩვენი ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლებს, პოლიტიკურ პარტიებს, პრეზიდენტს და ცდილობენ ინფორმაციის მოგროვებას, რის შემდეგაც უკვე ისინი გააკეთებენ დასკვნებს, თუმცა ამ ეტაპზე ცხადია, მათაც არ აქვთ დასკვნები არანაირი. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის სავარაუდო გატაცების ფაქტს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრეს-სპიკერი. საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანის მოქალაქეების, მათ შორის ადამიანის უფლებების დამცველების გატაცება და თვითნებურად უკანონოდ დაკავება, როგორც ეს იყო გაცხადებული და რასაც მოჰყვა მათი აზერბაიჯანში დაპატიმრება და სისხლის სამართლებრივი დევნა სწრაფ სიღრმისეულ და გამჭვირვალე გამოძიებას მოითხოვს. მივესალმებით ამგვარი გამოძიების დაწყება საქართველოში, რის შესახებაც ქვეყნის ხელისუფლებამ განაცხადა, ველით რომ დაცული იქნება სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, ასევე უზრუნველყოფილი იქნება უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეთა უფლებები, რომლებიც ქვეყანაში კანონიერად ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება ამ საქმეს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანის ჟურნალისტის გათავისუფლებისკენ, საქართველოს მთავრობას კი საქმის სრულად გამოძიებისკენ მოუწოდებს. აფგან მუხთარლის საქმეს დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ამერიკის ელჩი საქართველოში. ჩვენ გავეცანით სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას ამ საკითხთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანის ხელისუფლებას ამ პიროვნების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ჩვენ მოუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ დეტალურად და სრულიად გამოიძიოს საქმის ირგვლივ არსებული გარემოებები. ჩვენ ვართ ახლო კონტაქტში მთავრობასთან და ვიცით, რომ ისინი აცნობიერებენ ამ საკითხის სერიოზულობას. აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით მე ხვალ შევხვდები ჟურნალისტებს და მოვისმენ მათ მოსაზრებებს. ჟურნალისტის მტკიცებით ის თბილისში ჭონქაძის ქუჩაზე ქართულად მოლაპარაკე სამმა პირმა გაიტაცა. ორს პოლიციელის ფორმა ეცვა. თბილისში რამდენიმე მანქანაში გადასვეს თავზე ტომარა ჩამოაფარეს და გვიან ღამით აზერბაიჯანში ოფიციალური საზღვრით გადაიყვანეს. ბაქოში ჟურნალის საზღვრის უკანონო კვეთისთვის, დიდი ოდენობით არა დეკლარირებული ვალუტის გადატანის მცდელობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით სამთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდეს. და ახლა დავით ქაშიაშვილთან ერთად განვაგრძობთ თემაზე საუბარს. დათო, ცოტა ხნის წინ განცხადება პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა თემაზე, როგორ აფასებს გამოძიების მიმდინარეობას გიორგი კვირიკაშვილი. მთავრობის მეთაური ბატა სრულად ენდობა გამოძიებას, ელოდება გამოძიების დასრულებას და თვლის, რომ გამოძიება ობიექტურად დაადგენს თუ რა მოხდა რეალურად თბილისში და რეალურად გაიტაცეს თუ არა აფგან მუხტარლი. გიორგი კვირიკაშვილი იმედოვნებს, რომ ამას აუცილებლად დაადგენს შინაგან საქმეთა სამინისტრო. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო სტრუქტურების მონაწილეობას მომხდარში გამორიცხავს. შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს არსებულ ძალიან სამწუხარო ინციდენტს. მე ერთი შემიძლია გითხრათ, რომ
ჩვენი ქვეყნისთვის არის უმნიშვნელოვანესი იმ დემოკრატიული სტანდარტების შენარჩუნება და განვითარება, გაუმჯობესება, რომელსაც ჩვენ დიდი შრომის შედეგად მივახციეთ. ნახოთ, გამოძიება წარიმართება, მე შევთავაზე ეს ნაბიჯი, გადავდგით, რომ მეუღლეს და შვილებს შევთავაზეთ. პიროვნება, რომელზეც არის საუბარი, არის დაპატიმრებული და ნახოთ, როგორ განვითარდება გამოძიება. დღეს რთულია რაიმეზე თქმა, ერთი რამე შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების მონაწილეობა ამ ინციდენტში არის აბსოლუტურად გამორიცხული. საკმაოდ ბევრი ადამიანი აფასებს ავგან მუხტარლის გაუჩინარების საქმეს, მათ შორის დეპუტატებიც. დღეს ოპოზიციონერი დეპუტატები გამოეხმაურნენ. ნაციონალური მოძრაობა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მოუწოდებს, რომ რაც შეიძლება დროულად და ობიექტურად იქნას საქმე გამოძიებული და ასევე პრემიერ-მინისტრს ისინი მოუწოდებენ, რომ თანამდებობა დატოვონ შინაგან საქმეთა მინისტრმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სპეციალური უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა და ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ჯეჯელავა. უწოდებ პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილს, რომ გადააყენოს დაკავებული თანამდებობიდან შინაგან საქმეთა მინისტრი მღებრიშვილი, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გომელაური და ვიცე-პრემიერი ჯეჯელავა, ვინც მთელი ამ პროცესის განმავლობაში უტიფარი დეზინფორმაციის კამპანიას აწარმოებს ქართველი ხალხის თვალის ასახვევად და მოსატყუებლად. თუ დასახელებული პასუხისმგებელი პირები არ გადადგებიან დაკავებული თანამდებობიდან, ან მათ არ გადააყენებს პრემიერი კვირიკაშვილი, მაშინ ჩვენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მივაღწევთ მთელი მთავრობის გადაყენებას ჩვენ მთავარ მოკავშირე და თანამებრძოლთან, ქართულ ხალხთან ერთად. ამ შემთხვევაში ჩვენ ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ მართლაც გასცენ კითხვებს პასუხი, იმიტომ რომ თუ ეს გაუვიდა ამ ხელისუფლებას, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ყველა მოქალაქე, ყველა პოლიტიკოსი ხელს ვაწერთ, რომ ჩვენი სახელმწიფო არ არსებობს. აღარ ვლაპარაკობ იმ საერთაშორისო ზიანზე, იმ მორალურ მხარეზე, რომელიც წარმოუდგენელია, ზოგადად არაადამიანური არის ამ სიტუაციაში. ამიტომ დღეს ჩვენ მოვითხოვეთ შინაგან საქმეთა მინისტრის სუსის მოსვლა პარლამენტში, რომ სერიოზულად გასცენ ყველა კითხვას პასუხი, გაასაჯაროონ ჩანაწერები. ავგან მუხტარლის ოჯახს ჯერ პროკურატურისგან ამ დრომდე არ მიუღია პასუხი, ჯერჯერობით საზოგადოებისთვის უცნობია გამოძიებას ისევ შინაგან საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს თუ საქმეს გამოიძიებს პროკურატურა. ბოლო ინფორმაციით ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ხვალ ქართველ ჟურნალისტებს შეხვდება და რა თქმა უნდა შეხვედრის მთავარი თემა თბილისიდან გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი იქნება. დიდი მადლობა დავით ქაშიაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. და კიდევ ერთი აზერბაიჯანელი უფლებადამცველი, რომელიც დევნასა და თავდასხმებზე საუბრობს, ვიდათ ისგანდაროვი წელიწადზე მეტი აზერბაიჯანის ხელისუფლებას გამოექცა და საქართველოში პოლიტიკური ლტოლვილი სტატუსი მიიღო, მაგრამ ამის მიუხედავად მასზე თავდასხმის მცდელობები არ წყდება. აზერბაიჯანელი უფლებადამცველის ბედით საქართველოს სახალხო დამცველი დაინტერესდა. თავდასხმის ბოლოს შემთხვევის შემდეგ ის საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტროც ჩაერთო. Не знаю, сколько здесь их было, но один стоял здесь. Я спускаюсь. აზერბაიჯანელი უფლებადამცველი თავდასხმის მცდელობის დეტალებს იხსენებს. ვიდად ისგანდაროვი ყვება, რომ შემთხვევა 2 დღის წინ მისი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში მოხდა. მისი მტკიცებით აზერბაიჯანელი სპეცსამსახურების წევრებიდან ერთ-ერთი მან მეორე სართულიდან შენიშნა და გაიქცა. თუმცა სავარაუდო თავდამსხმელები მას დაედევნენ. მისი თქმით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ, თუმცა ფიზიკურად არავინ შეხებია, რადგან სადარბაზოდან სახლში შესვლა მოასწრო. უფლებადამცველი ყვება, რომ სავარაუდო თავდასხმელს მას უკვე მეორედ შეხვდა. პირველად მამაკაცი მას თებერვალში სახლთან დახვდა და ოჯახის სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი მომხდარს მის პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირებს. ხშირად ვწერდა ვსაუბრო პრეზიდენტ ალიევისა და მისი გუნდის შეცდომებზე. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ვისაუბრე ჟურნალისტების დაკავებისა და განადგურების ფაქტებზე, ასევე პრეზიდენტის მიერ მოპოვებულ მილიონებზე. აფგანი მაფრთხილებდა, რომ საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელ ოპოზიციონერებს აკონტროლებდნენ. ყოველი ჩვენი ნაბიჯი მათთვის ცნობილია. მე კი საქართველოში პოლიტდევნილი სტატუსი მაქვს, მაგრამ ისინი მაინც მზღუდავენ. ალიევი თავს ესხმის ყველა ოპოზიციურ ძალას და ჩვენ არავინ გვიცავს. ლტოლვილი პოლიტიკური ნიშნით ყვება, რომ 29 მაისს დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ახლო მეგობარია. ისგანდაროვის მტკიცებით ეს თბილისში მასზე თავდასხმის უკვე მეოთხე შემთხვევაა. აზერბაიჯანელი უფლებადამცველის თქმით, მისი
მიმართვის მიუხედავად საქართველოს ხელისუფლებიდან მას არავინ დახმარებია. დევნილთა სამინისტროში კი სხვა ქვეყანაში წასვლა ურჩიეს. მანამ სანამ აფგანს მოიცილებდნენ, მე დევნილთა სამინისტროში დამიბარეს. მითხრეს, რომ ჩვენს გამო დიდი საერთაშორისო სკანდალი იყო დაწყებული. თითქოს ქართულ მხარეზე ზეწოლას ახდენს აზერბაიჯანი. სამინისტროში მე ქვეყნის დატოვება მომთხოვეს. მე არაერთ სახელმწიფო უწყებას მივმართე, თუმცა უშედეგოდ. აზერბაიჯანელი აქტივისტის ბრალდებებს უპასუხეს დევნილთა სამინისტროში და ის სიცრუეში დაადანაშაულეს. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. მას უნდა რომ საერთაშორისო ორგანიზაციამ რომელიმე საელჩომ ის გადაიყვანოს ევროპაში საცხოვრებლად. და ის ამისთვის აკეთებს ყველაფერს, რომ ეს მისი ირგვლივ ატეხილი ხმაური ან ასე შემდეგ, აი ამ მიზანს ემსახურება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ვიდად ისგანდაროვის შეტყობინების საფუძველზე უწყებამ მოკვლევა დაიწყო. პეკინის 39-ში მომხდარის გამო გამოიკითხა სავარაუდო მსხვერპლიც. დღეს 3 საათის განმავლობაში გამოძიების კითხვებს პასუხობდა აზერბაიჯანელი უფლებადამცველის ძმაც. გამოძიებას დეტალური ინფორმაცია მივაწოდე, მათი კითხვები უკავშირდებოდა 2 დღის წინ მომხდარ ფაქტს. ასევე დაინტერესდნენ ჩემი და ჩემი ძმის საქმიანობით. ჩვენი ოჯახი შეზღუდულია აზერბაიჯანში. ჩემი ძმის კრიტიკული განცხადებების გამო არაერთი გაფრთხილება მივიღია. მომხდარით უკვე დაინტერესდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. მესამე სექტორი დროულ და ეფექტურ გამოძიებას ითხოვს. თუ ასეთი თავდასხმების აქვს ადგილი, რა მიზეზი არის ეს და მართლა არის თუ არა აქ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების თქვათ ჩართულობა. ჩვენ დაინტერესებულები ვართ ამ საქმით და შესაძლოა რომ ჩვენ გავუწიოთ მას იურიდიული სამართლებრივი კონსულტაცია. აზერბაიჯანელი უფლებადამცველის საქმეს კარგად იცნობს სახალხო დამცველი. უჩან ანუაშვილის თქმით, ერთ-ერთი თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც სახალხო დამცველი დაინტერესდა. თუმცა გამოძიება ამ დრომდე არ დასრულებულა. ვფიქრობ, ყოველი ნაბიჯი უნდა გადადგას ხელისუფლება იმისთვის, რომ ამ ადამიანების უსაფრთხოება უზრუნველყოს ქვეყანაში. მათ შორის ყველა ინციდენტი უნდა იყოს დეტალურად გამოძიებული. პეკინის 39 ნომერში არაერთი სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული. ვიდად ისგანდაროვი არ გამორიცხავს, რომ სავარაუდო თავდამსხმელები ამ კამერებს უნდა დაეფიქსირებინათ. კონსტიტუციის ახალი რედაქციის პროექტი მმართველ გუნჩის დაპირისპირების მიზეზია. ქართული ოცნების ნაწილი თანაგუნდელებს საარჩევნო სისტემის იმ ნაწილის გამო უპირისპირდება, რომელიც მაჟორიტარული არჩევნების გაუქმებას ითვალისწინებს. ქვეყნის მთავარი კანონის პროექტი კიდევ ერთხელ სახელმწიფო შტოებს შორისაც ხმამაღალი დაპირისპირების მიზეზი გახდა. პარლამენტის თავმჯდომარე სახელმწიფოს მეთაურს ისევ დესტრუქციულ ქმედებებში ადანაშაულებს, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ქვეყნის პირველ პირზე ანგარიშწორებად აღიქმება. რაც გეთება ხოლმე სამწუხაროდ არასერიოზული და დესტრუქციული განცხადებები პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის მხრიდან. პასუხი ირაკლი კობახიძის მხრიდან იგივე შინაარსის გზავნილებით პრეზიდენტის მიმართ დღის ბოლოს გაკეთდა. პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს გაკეთებულ შეფასებას კიდევ ერთხელ დესტრუქციული უწოდა. გიორგი აბაშიშვილი ირაკლი კობახიძისა და მმართველი პარტიის მკვეთრ კრიტიკას არ მორიდებია და საკონსტიტუციო ცვლილებები გიორგი მარგველაშვილის მიმართ პირად ანგარიშწორებას დაუკავშირა. პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიუღებლად მიიჩნევს ქვეყნის პირველი პირის არაპირდაპირ არჩევის წესზე გადასვლას. საკონსტიტუციო კომისიის შექმნის და საქმიანობის სულისკვეთება რეალურად იყო ანგარიშწორება ერთ კონკრეტულ პოლიტიკოსზე პრეზიდენტ მარგველაშვილზე. რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ნახსენებს სიტყვა კომპრომისი, ეს არის არასწორი სიტყვა, ვინაიდან კომპრომისი არავის არ უთხოვია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ამ განცხადებას წინ პარლამენტის თავმჯდომარის მორიგი ბრალდებები უძღოდა გიორგი მარგველაშვილის მიმართ. ირაკლი კობახიძემ ქვეყნის პირველი პირი და მისი ადმინისტრაცია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საწინააღმდეგო გეგმის მომზადებაში დაადანაშაულა. პარლამენტის თავმჯდომარემ არ გამორიცხა, რომ პრეზიდენტის კრიტიკული პოზიციის გამო არჩევის არაპირდაპირ წესზე ქვეყანა მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს გადავიდეს. იმ პირობებში, როდესაც პრეზიდენტს ამ სისტემაში აკისრია ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია კონსტიტუციასთან მიმართებით და ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი ასეთ პირობებში გეგმავს დესტრუქციულ ქმედებებს საკონსტიტუციო რეფორმის წინააღმდეგ. პრეზიდენტს არაპირდაპირი წესით არა, ამომრჩეველი არამედ 300 ხმოსანი აირჩევს. სისტემის ცვლილებას ამ ნაწილში საპარლამენტო ოპოზიცია ეწინააღმდეგება და ამომრჩევლისთვის ქვეყნის პირველი პირის არჩევის უფლების დატოვებას ითხოვს. ქართველ ხალხს სურს, რომ პირდაპირი წესით აირჩიოს საკუთარი პრეზიდენტი, მაგრამ მსგავსი წუხილები არსებობს ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. ამ პროცესს ვერ ექნება ვერანაირი ლეგიტიმაცია, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ყველაფერი ხდება არა მარტო ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, ასევე ფაქტიურად არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს ამას კომისიის მხრიდან. საბავშვო ბაღი ხო არ არის? არის საქართველოს პარლამენტი, არის პრეზიდენტი, არის მთავრობა. მე კატეგორიულად არ ვიზიარებ იმ მოსაზრებას, თითქოს პრეზიდენტს
დესტრუქცია შექონდა მთელ ამ პროცესში. კიდევ ერთი საკითხი, რაც მართლ პარტიაში შეუთანხმებლობის თემაა, საარჩევნო სისტემის ცვლილებას ეხება. უმრავლესობის დეპუტატების ნაწილი დღეს არსებული სისტემის დატოვების მომხრეა. მართლ პარტიას გადაწყვეტილება იმაზეც არ აქვს მიღებული, რა კომპრომისზე შეიძლება წავიდეს ეგრეთ წოდებულ ბონუს სისტემასთან მიმართებაში. ყველაფერი, რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ და მათ შორის ბონუსებს, არის ერთი მთავარი ამოცანისაკენ მიმართული, რასაც არავინ არ ითვალისწინებს და ბონუსის სკანდალურობის თემაზე აკეთებს აქცენტს. ეს არის შესაძლებლობა უმრავლესობისა დააკომპლექტოს მთავრობა. განწყობები არის გაყოფილი ამ საკითხთან დაკავშირებით. მე მრჩევარ შთაბეჭდილება, რომ უფრო დიდი ნაწილი ფიქრობს შერეული საარჩევნო სისტემის სასარგებლოდ. საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე აზრთა სხვადასხვაობის გამო ევროპული საქართველო პლებისციტის ჩატარებას ითხოვს. პარტიაში მიიჩნევენ, რომ პასუხი ამ მრჩეველმა უნდა გასცეს თუ რა სისტემით არჩეული პარლამენტი სურს მოსახლეობას. ნაციონალურ მოძრაობაში კი საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე ქართულ ოცნებაში არსებულ გაუგებრობას პოლიტიკურ თამაშს უწოდებენ. თურმე გუნდში არ ყოფილა ერთობა. ელოდებიან ვენეციის კომისიის დასკვნას. წინამდეში ელოდებიან დასკვნას ივანიშვილისაგან. დასრულდება ეს განხილვები, ბოლოს მივლენ და კითხავენ ბატონ ბიზინას რა მიაჩნია უფრო სწორად. ეს არის სამწუხარო რეალობა, რომელშიც ჩვენი ქვეყანა დღეს ცხოვრობს და იმართება. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე საკომიტეტო მოსმენები ამ კვირის განმავლობაში გაგრძელდება. პლენარული სხდომის ფორმატში დეპუტატები ქვეყნის მთავარ კანონზე მსჯელობას ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყებენ. და ნინო სამყურაშვილი მუშაობდა დღეს თემაზე. ნინო, რა გადაწყვეტილებებია მიღებული კონსტიტუციის პროექტის სხვა სადავო საკითხებთან დაკავშირებით? ეხლა ერთ-ერთი მთავარი სადავო საკითხი არის კონსტიტუციის 94 მუხლი, რაც გულისხმობს იმას, რომ რეფერენდუმის ჩატარების გარეშე ქვეყანაში მთავრობა გადასახადებს ვერ გაზრდის. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ამ მუხლის კორექტირება მოხდება, თუმცა კონკრეტულად რა შეიძლება დაემატოს ან მოაკლდეს ამ ნაწილს ჯერჯერობით პარლამენტის თავმჯდომარე არ აკონკრეტებს. კონკრეტული ადამიანები ითხოვდნენ არგუმენტების საფუძველზე 94 მუხლთან დაკავშირებით ცვლილებების შეტანას და ამას იქნება აუცილებლად სერიოზული მსჯელობა. როგორი სახით შეიძლება რეგულაცია, ბოლომდე იქნება ამოღებული გარკვეული ვადით განისაზღვრება თუ როგორ ეს გადაწყდება უკვე საპარლამენტო განხილვის ფორმატში. სტატუსი ასევე მიწის საკითხი უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ ჩანაწერი იქნება როგორც კონსტიტუციაში, ასევე ამ საკითხს დაარეგულირებს ორგანული კანონი და შესაბამისი კანონპროექტი ორგანული კანონის სახით პარლამენტში არის უკვე დარეგისტრირებული უმრავლესობის წევრების მხრიდან და კიდევ ერთი საკითხი. საქართველოს კონსტიტუციაში აღარ იქნება ჩანაწერი სამხედრო სავალდებულო სამსახურის შესახებ და ამ ყველაფერსაც კანონმდებლობა დაარეგულირებს არა ქვეყნის მთავარი კანონი, არამედ რიგითი კანონით დარეგულირდება ის. დიდი მადლობა, ნინო სამყურაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. კიდევ ერთი უთანხმოება ქართულ ოცნებაში გუნდის ნაწილი კახა კალაძეს უკვე ღია დასახელებს დედაქალაქის მერობის უალტერნატივო კანდიდატად. ამ საკითხზე დახურული მსჯელობა პრემიერისა და მართველი გუნდის მონაწილეობით უკვე გაიმართა. კანდიდატის ოფიციალური წარდგენა პოლიტსაბჭოს სხდომაზე იგეგმება, მაგრამ არ არის გამორიცხული კალაძეს სხვამ ჩაანაცვლოს. გავრცელებული ინფორმაციით მართველი პარტიის ნაწილი დედაქალაქის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით არჩევანს ირაკლი ღარიბაშვილზე აკეთებს. კახი კალაძე არის ჩემი მეგობარი, თუ მის კანდიდატურა დადგება და იქნება საბოლოოდ ეს გადაწყვეტილება მიღებული, მას აკეთება ჩემი სრული მხარდაჭერა. მოქმედი მერი მერობის კანდიდატთან დაკავშირებულ კონსულტაციებში მონაწილეობს და მზად არის კახი კალაძის მხარდამჭერიც იყოს. ბოლო განხილვა ამ თემაზე ქართულ ოცნებაში გუშინ შედგა. საერთო გადაწყვეტილებები იქნება ძალიან საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებს ველოდებით. მათ შორის ჩემთან მიმართებაშიც. თქვენთან თუ იყო საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ აპირებენ თქვა კონსულტაციებში რასაკვირველებად ჩართული. უალტერნატივო კანდიდატად კახი კალაძეს შეხვედრის შემდეგ ასახელებენ, რომელიც პრემიერის როგორც პარტიის თავმჯდომარის მონაწილეობით მართულ გუნდთან გაიმართა. პარტიის წევრები აცხადებენ, რომ კალაძის კანდიდატურის შესახებ გიორგი კვერიკაშვილის და გუნდის უმრავლესობის აზრი ერთიანია. ჩვენი გუნდისთვის კახი კალაძე ნამდვილად არის ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატი. პარტიამ უნდა იმსჯელოს ამ საკითხზე და წარადგინოს კანდიდატი, რაც მოხდება უახლოეს მომავალში. კახი უალტერნატივო კანდიდატია
მერობის, თბილისის მერობის, მართველი გუნდიდან, პარტიიდან და მაქედან გამომდინარე დაველოდოთ მოვლენებს და მალე ალბათ. მე პირადად ვფიქრობ, რომ კახი არის უალტერნატივო კანდიდატურა დღეს მერობის კანდიდატად. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კალაძის დასახელებას გუნდი მისი კანდიდატურის გარშემო არსებული აზრთა სხვადასხვაობისა და ეგრეთ წოდებული ორი ბანაკის გამო არჩქარობს. გავრცელებული ინფორმაციით, ქართული ოცნების წარმომადგენელთა ნაწილს მერად ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის ნახვა სურს. საპარლამენტო უმრავლესობა კანდიდატის წარდგენის ოფიციალურ პროცედურაზე მიუთითებს. პარტიას აქვს თავისი პროცედურები კანდიდატის დასახელების. ეს პროცედურები ჩვენ არ გაგვივლია. პოლიტსაბჭო იღებს გადაწყვეტილებას კანდიდატების დასახელებასთან დაკავშირებით. მას შემდეგ რაც შედგება პარტიის ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს შეხვედრა, შესაბამის ხდომა და მიიღება გადაწყვეტილება, ჩვენ შეგვეძლება ვისაუბროთ უკვე კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებით. ქალაქის მერობის შესაძლო კანდიდატი, მაგრამ შესაძლოს ამას იმიტომ ვამბობთ და თან უალტერნატივოს ვამატებთ. შესაძლოს იმიტომ ვამბობთ, რომ ჯერ პოლიტსაბჭოს თავის სიტყვა არ უთქვამს. მე მგონი არა პოლიტსაბჭოს წევრების ყველა თითქმის ყველა რამოდენიმე კაცის გამოკლებით ამ სხდომაზე, ამ შეხვედრაზე იმყოფებოდა და პოლიტსაბჭოზეც გადაწყვეტილება არ შეიცვლება. მოქალაქეებისთვის სილის გაწვნა დაფასებს მისი წარსული საქმიანობის გათვალისწინებით კახი კალაძის დასახელებას ნაციონალური მოძრაობა. პარტიას საკუთარი კანდიდატი მერობის პოსტზე ჯერ არ წარუდგენია. თბილისის მერია ეს დარჩება კორუფციის ბუდეთ და ამიტომ არ უნდა დაუშვათ ჩვენ რა თქმა უნდა ბატონი კალაძის არჩევა მერის თანამდებობაზე. ვიცით ბატონ კალაძის დღემდე მოღვაწეობასთან დაკავშირებით რამდენი შეკითხვები არის საზოგადოებაში დაგროვებული, მათ შორის გაზპრომთან მიმართებაში, ენერგეტიკის სფეროში მის ინტერესებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ ეს არის კიდევ ერთხელ ჩვენი საზოგადოებისათვის, ასე ვთქვათ, სილის გაწნა. კახი კალაძის შესაძლო წარდგენა მოულოდნელი არ ყოფილა ევროპული საქართველოსთვისაც. პარტია დარწმუნებულია, რომ მისი კანდიდატი ნებისმიერ კონკურენტთან ღირსეულ წინააღმდეგობას გაწევს. დიდი ხანია მიდის იმას საუბარი, რომ მართველი გუნდის ამ შემთხვევაში ქართული ოცნების კანდიდატი იქნება კახი კალაძე. ევროპულ საქართველოს, როგორც იცით, უკვე დასახელებული ყავს. ჩვენ გვეყოლება ჩვენი კანდიდატი ელენე ხოშტარია და რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ელენემ გაიმარჯვოს ამ არჩევნებში. ელენე ხოშტარია კონკურენციას გაუწევს ღირსეულს ნებისმიერ კანდიდატს. იქნება ეს კახი კალაძე თუ ნებისმიერი. ჯერჯერობით კანდიდატების დასახელებას არ ჩქარობენ არც საპარლამენტო პარტიები. ოპოზიციის ნაწილისთვის კახი კალაძის კანდიდატურა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებასთან ასოცირდება. ერთხელ გვისწავლა რაღაც კონკრეტულ ადამიანს, რომელიც თბილისმა უნდა აირჩიოს უბრალოდ იმის გამო, რომ მას აქვს ისე ივანიშვილის ხარდაჭერა, მეტი არაფერი ამ ხრივ ქართული ოცნება არაფერს არ ცვლის. ზოგადად მერობის კანდიდატებსაც შეეხება თბილისთან მიმართებაში, თავადაც არის ფუნდამენტურად არის შესაძლებელი ზოგადად სტაბილური დაფინანსების თელი სისტემა და არ შეიძლება თბილისი იყოს ეს თავკომპანია როგორც აქ არის. ჯერჯერობით უცნობია, როდის შეიკრიბება პოლიტსაბჭო მერობის კანდიდატის წარსადგენად. შესაძლოა კენჭისყრამდე დახურული შეხვედრა კიდევ შედგეს. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოქმედი შემადგენლობის ერთ-ერთი ბოლო გადაწყვეტილება კვლავ ხმაურის მიზეზი გახდა. ვალდის სამწურულამდე რამდენიმე დღით ადრე საბჭოს წევრებმა 11 რაიონული და საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეები დანიშნეს. არც საბჭოს წევრებს და არც დანიშნულ თავმჯდომარეებს დღეს პასუხისგაცემა არ უცდიათ სამოქალაქო სექტორის ბრალდებებზე. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ იუსტიციის საბჭოს წევრები, რომლებსაც უფლებამოსილება რამდენიმე დღეში ეწურებათ, მაღალ თანამდებობებზე მათთვის სასურველი კადრების დანიშვნას და ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობენ. რაიონული და საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეებმა პოსტი დღეიდან 5 წლის ვადით ჩაიბარეს. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ნდობა 11 სასამართლოს თავმჯდომარეებს გამოუცხადა, თუ რა კრიტერიუმებით და რის მიხედვით იხელმძღვანელეს საბჭოს წევრებმა არც ერთმა მათგანმა საკუთარი გადაწყვეტილების განმარტება არ ისურვა. არასამთავრობო სექტორთან ძალიან კარგი. არასამთავრობო ორგანიზაციების ეჭვებსა და შეკითხვებზე საჯაროდ პასუხისგაცემა დღეს არც დანიშნულმა თავმჯდომარეებმა ისურვეს, მათ შორის არც იმათ, რომელთა გვარებმაც სამოქალაქო სექტორში განსაკუთრებული უნდობლობა გამოიწვია. კრიტიკა იმის შესახებ, რომ იუსტიციის საბჭომ არჩევანი მათზე პირადი სიმპათიების გამო შეაჩერა, უპასუხისმგებელი. მე არ მეთქვამს ეს. ყველა მოსამართლის თან აქვს საბჭოს წევრებს შეხება შესაბამისად არ მგონია, რომ რაიმე პირადული ამ შემთხვევაში გადამწყვეტი იყოს. თითოეულ მათგანს იცნობს საბჭოს წევრი. დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით მე არ სურს კომენტარის გაკეთება. ის ამასთან დაკავშირებითაც განცხადება. მადლობა, მე ამ ნაწილში მე კომენტარს არ გავაკეთებ. დავით მამისეიშვილი დღეიდან ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეა. ის ერთ-ერთია, ვის გამოც მესამე სექტორში იუსტიციის საბჭოს პირად ინტერესებზე მიუთითებენ. მოსამართლე მამისეიშვილს საზოგადოების ნაწილი მოსამართლეთა კონფერენციაზე გაკეთებული ამ ხმაურიანი განცხადებებით იცნობს. მე ლევან მურუსიძე ვარ, იმიტომ რომ ლევან მურუსიძე არის ჩემი გარანტი. ლევან მურუსიძე დღეს არის ჩემი თავისუფლების გარანტი.
და მე ჩემს თავისუფლებას აუცილებლად დავიცავ. ერთ-ერთი რასაც საბჭო აკეთებს არის გაუმჭვირვალედ ნიშნავს იმ ადამიანებს, რომელიც ლოიალურები არიან ერთი კონკრეტული ჯგუფის მიმართ. არასამთავრობო ორგანიზაციებში სასამართლოების თავმჯდომარეების დანიშვნის პროცესს უნდობლობას უცხადებენ. თვლიან, რომ საბჭო, რომლის შემადგენლობის ნახევარზე მეც უფლებამოსილება რამდენიმე დღეში ეწურება, სასურველი გადაწყვეტილების მიღებას ჩქარობს და სურს სისტემაში კონკრეტული ჯგუფების გავლენა და ძალაუფლება გააძლიეროს. აქ არის ერთი ძალიან დიდი პრობლემა. ჩვენ საბოლოო ჯამში ვიღებთ სასამართლოს, რომელიც არის კორპორატიული პრინციპით მოწყობილი, მას არ აქვს არც ერთი მახასიათებელი, რომელიც ხელისუფლების დამოუკიდებელ შტოს უნდა ქონდეს. ამ პირობებში და ესეთი ფორმით სასამართლო როგორ იმოქმედებს, ვისთან შევაგარიგებაში და რა საკითხზე შევაგარიგებაში, ეს არავინ იცის. საბჭოს ამ შემადგენლობისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია 5 წლის ვადით გარანტირებულად კონკრეტულ თანამდებობებზე დატოვონ მათთვის სასურველი კანდიდატები. სამწუხაროდ არანაირი ღია მსჯელობა კანდიდატებთან დაკავშირებით არ გამართულა და საბჭოს წევრების პოზიციები ცალკეული კანდიდატების დანიშვნასთან დაკავშირებით ჩვენთვის არის უცნობი. სამოქალაქო სექტორში თვლიან, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება იმ პროცესის გაგრძელებაა, რომელიც ცოტა ხნის წინ 80-მდე მოსამართლის გაუმჭვირვალე პროცედურებით დანიშვნით დაიწყო. ოდნავ მოგვიანებით კი თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძის არჩევით გაგრძელდა და რაც სასამართლო სისტემაში გავლენების შენარჩუნებას უკავშირდება. გვახსოვს, რომ წინა კვირებშიც იყო ძალიან ხმაურიანი პროცესები და დაინიშნა არაერთი ოდიოზური პირი სასამართლოს თავმჯდომარედ. ყოველივე ეცხადე ისედაც ძალიან ცუდ მდგომარეობაში მყოფ სასამართლო სისტემას და მის მიმართ ისედაც ძალიან კრიზისულ ნდობას საზოგადოების კიდევ უფრო მეტად აზიანებს. უფლებამოსილების ვადა რამდენიმე დღეში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 8 წევრს ეწურება. მათ შორის ლევან მურუსიძეს, თამარ ალანიას, შოთა გეწაძეს, მერაბ გაბინაშვილს, ევა გოცირიძეს, ვახტანგ თორდიას, კახა სოფრომაძეს და გოჩა მამულაშვილს. მეორე, ესე ვთქვათ, გადაბარების შეიძლება რომ გაჩნდეს სისტემა. ახალი შესაძლებლობა საატესტატო გამოცდებებზე ჩაჭრილებისთვის განათლების კომიტეტის ინიციატივა და ოპოზიციის და ექსპერტების კრიტიკა. არც მთავრობას და არც საკანონმდებლო ორგანოს არ აქვს კონკრეტული ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოგვარდეს აღნიშნული პრობლემა.